Სახელმწიფო მამისათა და დისათა და სულსეწმიდისათა იოცავთ დღესასწაულს კრებას მთავარანგელ გაბრიელისა, რომელიც ორჯერ წელიწადში სრულდება ხარების დღესასწაულის შემდეგ და მეორე ხარება მართლა იოსებ დამტინდველისა ხდება ამ დროს. ანუ ორგზის ხდება განცხადება მთავარანგელისა ღვთისმშობელთან, მე იოსებთან, მაგრამ მანამდე ელისაბედთან და ზაქარიასთან და შემდგომში უკვე მაცხოვარს გეცემანის ბაღში ცხადება გაამხნევს მას დიდებული სხვების შეტივის წინ და შემდგომში ხდება გამოცხადება მთავარანგელ გაბრიელისა და მანამდე ძველი აღთქმის წიგნებში ხდება ანგელოზი გამოცხადება. დღეს უწურების გამრავლებამ და უჟლობის გამრავლებამ ქვეყანაზე დააკნინა ადამიანთა რწმენა და საშუალება ღვთისადმი და ამიტომ თუ რწმენა არა გაქვს, თუ საშუალება არა გაქვს, მაშინ რატო გამოგეცხადება შენ? და ეკლესიის ისტორია, წინათა ცხოვრება გვაუწყებს არაერთ გზის არა მარტო ზეციურ ძალთა გამოცხადება, თვით უფლის და დედა ღვთისას გამოცხადება, ასე რომ ჩვენი პასუხი ურთიერთობების და უჟლო გამრავლებაზე არის, რომ ჩვენ რწმენას და საშუალებას ღვთისადმი ვინარჩუნებთ და გვწამს და ჩვენ მათ გამოცხადებას კი არ ვითხოვთ. მათ თანადგომა და შემწეობას, რათა ჩვენ დავძლიოთ ჩვენი დაცული ბუნების თვისებები, მიდეკილებები ცოდვისაკენ და დაცული ვიყოთ იმ უჟლობის გამრავლების, რომელიც დღეს მსოფლიოში ვრცელდება და მრავლდება სხვადასხვა სახით. მეც ძალა მოგცეთ და შეგეცდეთ მთავარანგელზე გაბრიელი